მაგრად ხელა. გამარჯობათ მეგობრებო, უпростоრებ მეორეჯერ გეუბნებით გამარჯობას. ეხლა სპეციალურად გავჩერდი, ცოტა ხმაური ეკით გავა. შტატ არიზონაში, ფენექსში კერძოდ და საკმაოდ ცხელა. Რაღაც 1-34 გრადუსია. ძალიან შემაწუხებელია იმ სიცივეების და იმების შემდეგ აქ რო ჩამოვედი, შევწუხდი, მაგრამ სიცხეს არაფერია ამ სიცხეს გაუძლებთ, მაგრამ უფრო მცხელა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. უშინდელი ვიდეოდან გამომდინარე, რასაც ჩვენ ინვესტიციას ვეძახდით და საქართველოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, არაბების ინვესტიციასთან ისა თემის ამბავში. გუშინ ხო ჩავწერე და მე ხათაშოი ძალიან ბევრი გამოხმაურებები წამოვიდა. ეტესი ჩვენი მაყურებლებისა ფაქტურა ჩვენ ვართ თითქმის უკვე 20,000 ხელმომწერამდე გროვდება ჩვენი მაყურებლის რაოდენობა. ამდენი რაოდენობის ადამიანი რო გისმენს, ეთი 10,000, 12,000-იც რო წამომყვეს ჩემ აზრებში და ჩემ მიმართულებას რო დათანხმდეს, უკვე რაღაცა საქმე იქნება გაკეთებული. რა საქმეა ახლა ეს? ახლა წეღანას ვთქვი რომ ისე ცხელა ამინდის იმას კი გაუძლებ. არ არის ეს ბოლოს გადაივლის, მაგრამ ის სიცხე და ის რიარია რაც საქართველოში ხდება, ეს უკვე ჩვენი გადასაჭრელია და ეს სიცხე უნდა დავწიოთ ღირსეულად და როგორც ჩვენ შეგვეშვენება. ახლა ჩვენი არხი მეგობრებო, მე ყოველთვის ვიძახი რომ ახლა რატო ვიღებ ამ არხს რომ ხო, მოდი ჯერ პირველად ვიტყვი რატო გავჩერდი. თქვენ უმეტესობად მე ვიდეოს ვიღებ რომ მიმყავს და მაგ პერიოდში და მოგეხსენებათ რომ მიმყავს ხან ორმო გამოხდება, ხანის გამოხდება, ხანი პოლიციელი, ხანისა და ჩემი ასე თქვათ გრამატიკულ შესწავლებს უშვებ ხოლმე ლაპარაკის დროს. ზოგჯერ ამერევა ხოლმე ეს აზრი და აზრიც მერევა ხოლმე. ეხლა სპეციალურად გავჩერდი, რომ აი შესწავლები არ დაუშვა. დალაგებულად ვილაპარაკო და სათქმელი კარგად გადმოვცე. იმიტომ იმდენად სერიოზული თემაა, იმდენად საშიში და რო ფიქრო მომავალში რა იქნება, აი იმნა გაწუნებს და მეც გადავწყვიტე რომ ალბათ ასეთი წყნარი სიარულის დროს უფრო შესწავლებს არ დაუშვებ და უფრო კარგად გადმოვცე იმას, რისი გადმოცემაც მინდა. თითქმის მეოთხე წელია რომ ჩვენ ასე ვთქვათ აქტიურები ვართ ვიდეო YouTube-ზე რა. და ჩვენი არხი როგორც ჩამოყალიბდით, ყოველთვის სამ ვიდეო რგოლებს რო ვიღებ, მინდა რომ რაღაცა გამოცდილება, რაღაცა ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც ჩემ ცხოვრებას მოყვება სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა სიტუაციებში, გამოადგეს ჩვენ მომავალ თაობას და ადამიანებს საერთოდ ზოგადად ჩვენმა მაყურებელმა შესწავლა არ დაუშვას და კარგი ცხოვრება გქონდეს სხვადასხვა სიტუაციებში. თქვა ძოლიდან დავიწყე, მერე გადავედით ფილოსოფიაზე, ლიტერატურაში, ეკონომიკაზე ვსაუბრობ და ფაქტურად ყველაფერზე ვსაუბრობ და მე ვინც მიყურებს, ალბათ რაღაცა აზრი გაქვს ჩამოყალიბებული ჩემს მიმართ, მე ვინა ვარ. დაგიმალავთ მეგობრებო, რა თქმა უნდა, მეც სიამოვნებს, როდესაც მაქებენ ან რომელიმე ვინმე ადამიანი რაღაც სარგებელს ნახავს ამ ჩემი ვიდეოებიდან, რაღაცნაირად მეც მიხარია რომ მოხმედება ვიღაცას გამოადგება და სასარგებლოა. არ მალავ სიამოვნებს თუ რაღაცა არ გამოვა, გული მწყდება, მაგრამ ყოველთვის ფაქტობრივად ჩვენ რატო მოხმედეთ და რატო ვაკეთებთ, რომ შედეგზე გავიდეთ და შედეგი ის არის, რომ ადამიანი დაიმუხტოს კარგად, დადებითად, ან ბოლოს ხშირად არის ხოლმე, რომ მე მიხარია, აი პიტაბრი გეტყვი ხა ცოტა ტრაბახში გამოდის, მაგრამ ზოგჯერ ამბობენ ხოლმე ჩვენი ფოლოვერები, რომ აი ჩვენ სამსახურიდან რომ მოვდივართ, ამდენი პრობლემების შემდეგ, ამდენი იმეების შემდეგ, თქვენ ვიდეოებს რო უყურებთ, ჩვენო ვისვენებთო. ვიძაბებითო და დაძაბული ის პოლიტიკური ყოველდღიური პრობლემებიდან გამომდინარე 1000 პრობლემები გვაქვს ხო ჩვენ ადამიანებს. რაღაცნაირად ვიმუხტებით დადებითად და კარგად ვნობთ თავში. ასე სიტყვებს რო გეტყვიან, რა თქმა უნდა, გესიამონება და მეც მიხარია ხა ეს ბუნებრივია, ეს რაღაც ჩემთვის იყო мотиваცია, რომ უფრო და უფრო ისეთი ვიდეოები გადამეხო, რომ ადამიანები იმ შედეგზე გავსულიყავით, რასაც ახლა წეღან ვამბობთ. ამანკანამ გამიჩერდა და რამე გინდაო? არა მეთქი კაცო აგეთ ტრაქსტოპზე ვარ, ძოლი ვარ მეთქი და დავშეინო მეთქი და არ არის პრობლემა.
ხო და მე ვამატებ ჩვენი ურთიერთობა, ჩვენი ეს კომენტარებში გასვლა, გამოსვლა, აზრების გამოსვლა დავამატებ, რომ ჩვენ ერთმანეთს უფრო ვამაგრებთ, უფრო ძლიერდებით და მიმდინარე პრობლემები რაც ახლა ცხოვრებაში არის, ასე თუ ისე ჭრით. და საერთო ჯამში მაინც ჩვენი არხი, რომ ადამიანები ასე თუ ისე ისვენებენ და რაღაც ერთობიან სავიდან რაღაც ახალია, ხო, ისეთი ლაითი არხი გამოვიდა. მაგრამ არის მომენტები, მეგობრებო, როდესაც უკვე ბუნებრივია ეს ჩვენი ყველა ადამიანს გვინდა, რომ აი საქმე გავაკეთოთ, მაგრამ რა თქმა უნდა, მაგრამ ასე არ ხდება, ხო? ბევრი დაბრკოლებებია, ბევრი პრობლემებია და იმ ასე ვთქვათ, ვარდისფერ და ლაღ ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ეს ლაღი და ვარდისფერი აღარ არის ეს ცხოვრება და უნდა იმოქმედო, მარტივად ვიტყვი, რომ გადაარჩინო შენი თავი, შენი ოჯახი, შენი ბავშვები, შენი ქვეყანა, შენი ქალაქი და სახელმწიფო და ასე შემდეგ. ბევრი რო არ შეგაწუხოთ, მე რა თქმა უნდა ამ სტილის მიმართულებით, რასაც ჩვენ მუშაობთ, აი გადაღებებს ვაკეთებთ, ამის გაგრძელება რა თქმა უნდა მინდა, მაგრამ აი ცუდად იგრძნობა ადამიანი თავს, როდესაც იცი რაღაც ცუდი რაღაცები ხდება და რა დროს ახლა ამ გადაღებები ეგ ამერიკაში ვიღაცა ინდიელი ნახე, იქ რაღაც კონცერტში შეხვედი, იქ ნარკომანი ნახე, აი ესეთი რა დროს მაგია, როდესაც შინაგანა და გულით ფიქრობ, რომ აი შენ სახელმწიფოში უფრო შენ სამშობლოში, საქართველოში, თბილისში და საქართველოში ზოგადად საქართველოში სიტუაცია იქამდე მიდის, რომელიც მიიყვანს იმ მდგომარეობამდე, რომ ქვეყანა დაიღუპება და თავისთავად დაიღუპები შენი ნაცესავები, შენი მოდგმა და ასე შემდეგ. ასეთ გადამწყვეტ მომენტში ყველა მამაკაცის, არა მარტო ყველა მამაკაცის, არამედ ყველა ადამიანის ვალდებულება მობილიზაცია გაუკეთოს თავის თავს, მის გარშემო ადამიანებს და იფიქრონ პრობლემაზე, იფიქრონ, გადაწყვიტონ და იმოქმედონ. და ჩემი აზრით, აი ეს დრო დადგა, როდესაც ადამიანმა, კაცმა, მამაკაცმა გადავეკიდე ამ მამაკაცებს. ადამიანებმა ქალბატონი იქნება, ქალი იქნება, უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა უკვე გადამწყვეტ მომენტში გადამწყვეტი მოქმედება დავიწყოთ. მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებთ, უნდა გაანალიზო, დასკვნა გამოიტანო, ანალიზი გამოიტანო, დაფიქრდე და მერე დაიწყო მოქმედება. მაგრამ სანამ მოქმედებას დაიწყებ, ისე მეორდები. მაინც შეცდომებს უშვება და გრამატიკას. ანალიზი საჭიროა. და მეც ვფიქრობ, რომ კი ახლა თქვა, შევწყვიტავ ამ გადაღებებს, რა დროს ის არის მართლა სერიოზული, აი მე არ ვიცი, შეიძლება მე ვცდები, მე არასწორად ვაფასებ ამ სიტუაციას და ნებისმიერ ადამიანს მოусმენ, ვინც ჩემს საწინააღმდეგოდ დამიპირისპირდება, დამისაბუთოს, ამიხსნას და დამარწმუნოს, რომ მე მართალი არა ვარ. ცოტა გავთამამდები და ვიტყვი, არა მარტო მე, არამედ ჩვენ. და ჩვენი მოქმედება თუ არ იქნება სწორი და შეცდომით იქნება სავსე, მიგვითითოს და ლოგიკურად და მსჯელობით თუ ვიფიქრებთ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურად არის, ჩვენს გავჩერდებით და გიჟები ხო არა ვართ, ახლა უაზროდ თავი ურტყავთ იმას კედელს და მაინც გავიტანოთ. ზოგი მეგობარი იტყვის, რომ რაო, კაკო, პოლიტიკაში გინდა წასვლა? არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო, მე ადრეც ამაკ ნათქვამი, რომ ჩემი პოლიტიკა არის საქართველო. საქართველოსთვის რაც კარგია, მივიღებ, რაც ცუდია, არ მივიღებ. საქართველოს ტრადიციებს მივიღებ, რაც ვინ დაგვაძალებს, რომ ეს არატრადიციულია, არ მივიღებ. ჩვენ სარწმუნოებას და ჩვენ რწმენას მივიღებ, მაგრამ ვინ წინააღმდეგობას გამიწევს და მეტყვის, რომ შენ არ ახარ სწორი და სხვანაირად უნდა მოიქცე, იმას არ მივიღებ. მე რომელიც პრეტენზია მაქვს, რომ მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ, რომ ცოდვა არ ჩავიდინო და ისე განვლო ჩემი ცხოვრება, რომ უფლის წინაშე ისე მოხდე, რომ ჩემი ჩადენილი ცოდვების არ შემწყვე, ჩემი ჩადენილი საქციელების არ შემწყვეს. ვიღაცა მეუბნება, რომ შენ თუ ცოდვა გონია, ჩემთვის ცოდვა არ არის, რა თქმა უნდა, იქ წინააღმდეგობას გაუწევ და იმ ადამიანს არც მოусმენ და არც მივიღებ. მე პირადად და ჩვენობით ვიტყვი, ჩვენ არაფერი არ აქვს დასამალი. ჩვენ ვამბობთ პირდაპირ ღიად, რასაც ვფიქრობთ, იმას ვამბობთ. ვფიქრობ, ვისი გვეშინია, მაგასაც ვამბობთ და ვცდილობთ, რომ
იმ ცუდი შედეგი არ დადგეს და შედეგიდან გამომდინარე შეცდომები არ დაუშვა. აი ძალიან მარტივი ფორმულაა და რა ვიცი, ასე ვცხოვრობდა ახლა ჩვენარი ღია ხალხთან და ღია ადამიანებთან ვის უნდა გაუჭირდეს ურთიერთობა. პოლიტიკოსობას იწყებო, ეს არ არის მართალი, უბრალოდ და მარტივად ღელავთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში. კარგით, ახლა მე ბევრი შეგაწუხეთ ასე ჩემი საუბრები და მე ბოლოს ვიტყვი ახლა მაინც რომ დავამთავრო ეს ჩემი ასე თქვა წინა თქმა. ასე გადავწყვიტე ჩვენ ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ამერიკაში სიაროს რაღაცების ნახვას, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც რაღაც აი ისე თემა შევეხებით, რაც არის საშიში საქართველოსთვის. აი დღეს ახლა რაც სიტუაცია, რასაც ქვია ინვესტიცია და ეს არაბების ბიზნესის დაწყება საქართველოში და 1000 გეგმების დაწყება, მე მიმაჩნია რომ არის ძალიან საშიში. და ამას მე ჩამოვაყალიბებ ჩვენ ვიდეოში. აი ესეთი ფორმულა მინდა შევმუშაო, რომ აი კვირაში ერთხელ შევეცდები ამ თემებზე ვილაპარაკო და ღმერთმა ქნას რომ აი ესეთი თემები ბევრი არ ქონდეს. ან თუ იქნება რაღაცა თემა, მაშინ შევეხები. არის ხო მომენტები, აი ომი არის, იქ შიმშილობა, ანუ 1000 თემებია და აი ესეთი ფორმულა მინდა თქვენთან ერთად შევთანხმდეთ, რომ გავაკეთოთ, რომ პირველ რიგში ჩვენ ვღებულოთ ინფორმაციას, მერე ვანალიზებთ, მერე გამოგვაქვს დასკვნა, ეს მესამე და მეოთხე ვიწყებთ მოქმედებას. შეიძლება ზოგიერთმა მითხრას, რომ შენ ვინახარ ახლა აქ ფორმულებს გვიმყარებ და შენი ფორმულებით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ მეგობრებო იცით რომ ჩვენ ვართ მოწმუნე ხალხი, თავარი არსი არის თავისუფალი არჩევანი. მერტი ხო გეუბნება ეს ცუდია, ეს კარგია, ეს ისე და მე გაძლევს თავისუფალ არჩევანს. არავინ არ გაძლევს. აქედან გამომდინარე ჩვენი ისევ არხს უბრუნდები, ჩვენი არხი არის თავისუფალი ნების მქონე ადამიანთა არხი. არ მოგწონს, არ მეთანხმები, მიხურებ. მოგწონს მეთანხმები და გინდა ჩემთან დიალოგი, შემოდი, პრობლემა არ არის. ისა ვარ თუ ასეთები ვარ თუ ისეთები ვართ, მაინც ამ სამყაროს, ამ ცივილიზაციის შვილები ვართ, აქ ცხოვრობთ და გინდა არ გინდა გვაინტერესებს რა ხდება და როგორ ხდება და ბუნებრივია, გინდა რომ არ დაზარალდე. ამაზე ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვაქვს ნალაპარაკები. გონი დაგღალეთ არა მეგობრებო, მან დავიწყოთ. მაგრამ ეს რო არ მეთქვა არ გამოდიოდა. ერთ სიტყვით შევთანხმდით, კვირაში ერთხელ მაინც შევეხები ისეთ თემას, რომელიც საშიშია, საგანგაშო და ამ არაბების ინვესტიციაზე მინდა ვისაუბრო. ჯერჯერობით საგანგაშო აი ესეთი რომ აი ტრაგიკული სიტუაცია ჯერ არ არის, იმიტომ რომ ეს პირველი ნაბიჯებია და საერთოდ სანამ ვიმოქმედებთ ჩვენ რაღაცა ინფორმაცია უნდა გავიგოთ, ხო? რა არის, როგორ და მერე მივიდეთ მოქმედებამდე. მაგრამ ჯერ კიდევ ისეთი ტრაგიკული სიტუაცია არ არის, იმიტომ რომ ეხლა ასე კატეგორიულად თქვა რომ არა არაბების ინვესტიცია არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს არის დამღუპელი. ასეთი თქმაც არ არის სწორი, იმიტომ რომ მოწინააღმდეგე შეიძლება გითხრას მაშინ დამისაბუთე, რატო არ დამღუპელი? ის მეუბნება არ არის დამღუპელი. მაგრამ მე ვეუბნები დამღუპელია და რაღაც უაზრობაში გადადიხარ, ხო? მაგრამ შენ თუ შენ არგუმენტებს ეუბნები და შენ ცოდნით მიუძღები ამ საკითხს, ხო? მაშინ უკვე მიდის 100 სხვადასხვაობა, ეხლა თუ ძალადობა და ძალაზე და ომზე არ წავიდა ადამიანი და მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უყვარს თავისი გარემო, სამშობლო, საქართველო, თავისი ოჯახი, სწორ დასკვნას გამოიტანს. ხო? ბუნებრივია და ეხლა თუ გიჟი და გადაურული შეხვდა და ვიღაცა ბესპრიძელი, ქართულად როგორ არის, უსაზღვრო ესე ტიპი, ეს უკვე სხვა ამბავია, მაგრამ აქამდე ჩვენ არ მივართ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გონება, ჩვენ გვაქვს აზრი, ჩვენ გვაქვს ჩვენი ძირითადი ცნობიერება. და ჩვენ ხო არა ვართ უზდელი ხალხი, ჩვენ ვართ მოაზროვნე, მოფიქრებ ადამიანები, რომელთაც ფიქრობენ. და არის ახლა ფიქრობთ და რა ვქნათ ახლა მაშინ ხო არ დაგვაძალებენ და ხო არ აგვიგზავნებენ ფიქრს. ფიქრი ისეთი რაღაცა ვერავინ ვერ გააჩერებს მას. თუ ისე დავიწყოთ ჩვენებურად გათვითცნობიერება. სიტყვა ინვესტიცია, არაბული სიტყვა, ისა ბოდიში ლათინური სიტყვა, ეს არაბებს გადავეკიდე, ეს ლათინური სიტყვაა და რაც ნიშნავს შემოსვას, შევსებას და ფინანსურ სამყაროში ეს ნიშნავს ფულის ჩადებას. ესე იგი, უნდა ჩადო ფული, რომ ის ფული რაღაცა ფული იმიტომ იდება, რომ მე მოგება ნახო. ის შენი ჩადებულ ფულს გადაასწრო და იმაზე მეტი მოგება
მიიღო. ინვესტიცია. ინვესტიციის ამდენიმე სახეობაა, ხო? ინვესტიცია ფულადით, ხო? ინვესტიციას ვდებ. ამბობენ ინვესტიციას ვდებ ბავშვებში, ანუ განათლებაში, ცოდნაში. ინვესტიციას ვდებ მედიცინაში, რომ ისეთი სამართლობები და ეს გააკეთო, რომ ადამიანებმა იმკურნალო და არის ავადმყოფო. ინვესტიცია პოლიტიკაში, რომ გეოპოლიტიკური ინტერესები გაატარო. ინვესტიცია, მაგრამ ყველას ერთი ფორმულა აქვს. ინვესტიცია იდება, რომ მოგება ნახო. ესე იგი, ვისაც აქვს თქვა სიტყვაზე ასე ფული, ჩადოს, მოგება ნახოს და ვისთანაც იდება, იმანაც უნდა მიიღოს ინვესტიცია რაღაც მოგება. აი ესეთი ფორმულა. მაგრამ ინვესტიციას აქვს ისეთი თვისებები, რომ ზოგჯერ რაღაცა უნდა დათმო, რაღაცა უნდა დახუჭო თვალები, რაღაცაზე უნდა მოიდებილო თავი. ეს სხვადასხვა ვარიანტებია, მაგრამ ფორმულა ეს არის უნდა მოიგო. და ყველა ორივე მხარე, ორი მხარეა, ხო, ვინც დებს ფულს, ინვესტიციას და ვინც იღებს. ამიტომ ყველაზე იდეალური ვარიანტია, რომ ორივე უნდა ნახოს მოგება, ვინც დებს და ვინც იღებს. აი მანდ უკვე ხელშეკრულებებში და იმეებში უკვე უნდა პუნქტუალურად და უნდა დაიწეროს ეს ყველაფერი რა, როგორ ანაირად. აუჯექი იმაში ინტერნეტში ეხლა ამის საშუალება გვაქვს, ხო, ჩვენ ესე თავი ადამიანმა მოინდომოს და ამ ინვესტიციების სხვადასხვა ფორმები ხო განვიხილეთ და ადავავლეთ თვალი ქვეყნებმა როგორ გამოიყენეს ინვესტიციები. ზოგადად როგორ არის, რომ ესე იგი მდიდარი ინვესტორი არის მდიდარი და არის ღარიბი. და ეხლა სახელმწიფოებიც არის, ხო, მდიდარი სახელმწიფოები, ღარიბი სახელმწიფოები, მდიდარი წარმოებელი, ღარიბი მუშა, ასე შემდეგ და ეს მიდის ეს პროცესი, რა ვიცი, უკვე ინვესტიცია ფაქტობრივად როცა ფული გამოჩნდა კაცობრიობაში, იქიდან დაიწყეს ინვესტიციების ჩადება. ეხლა მე ისტორიაში არ წავა, ეხლა გადავავლოთ თვალი, რას აკეთებენ არაბები, ხო? და ყველაზე გავრცელებული და ყველაზე იდეალური ინვესტიცია, რომელიც მე ჩამოვთვლი მე ქვეყნებს, რომლებმაც აი ეს იდეალურად გამოიყენეს ინვესტიცია და მომავალი თაობისთვის და აწიეს თავისი ქვეყნის ეკონომიკა, ძალიან ბევრია, ამასაც მე ვიტყვი, მაგრამ კი აი ყველაზე გავრცელებულია, მე ვარ, თქვა, მდიდარი ქვეყნის წარმომადგენელი ბიზნესმენი და ხედავ ეგერ არის რაღაცა ღარიბი მოსახლეობა, არაფერი არ აქვს საშუალება, მე ვიცი რომ იქ რო ქარხანა გავაკეთო, რაღაცას ვაწარმოებ, ხო? ამ იაფ მუშახეს გამოვიყენებ, რაღაცას ვაწარმოებ, ამას გავყიდი და ვეუბნები, მე თქვი აი ამ გაყიდულიდან მე რაღაცა პროცენტი მე მეკუთვნის, დანარჩენი შენ გეკუთვნის. ამაზე ის დათანხმდება, არ დათანხმდება, ეს უკვე კონტრაქტის ამბავია. და მე უკვე გარკვეული წლების შემდეგ 20, 30, 40 წლის შემდეგ უკვე ამოღებული რო იქნება ის თანხა, ისა ეს ქარხანა და ეს წარმოება რჩება იქა, იქ სადაც ეს ღარიბი ხალხი ცხოვრობდა და ეს მოგებული ადამიანი, ვინც ჩადო ინვესტიცია, სახელმწიფო კომპანია თუ ვინც არის და მიდის. ფორმა არის ყველაზე იდეალური ფორმა ინვესტიციებში და რატო ვიძახი იდეალურ ფორმებს? იმიტომ რომ ეს მაგალითები აი ისტორიას გადავხედოთ, ახლა აი მაგალითად მოიხსენებათ რა ჩინეთი ყველაზე ცნობილია, ხო? 40-50 წლის წინ ჩინეთი იყო ძალიან ღარიბი ქვეყანა. მაგალითად ამერიკელებმა, ევროპელებმა ასეთ გადაწყვიტეს, მოდი აქ მუშახელი იაფია, ჩვენ ავაშენოთ ხალხნები, ჩვენი ბრენდები, ჩვენის გავაშენოთ, გამოვიყენოთ ეს მუშახელი და წავა და მე მახსოვს აი პატარა ვიყავი სადაც 17 კისენჯერი ამბობდა, ნუ აკეთებთ ამასო, თორე მე ჩინეთიო მომავალში ცუდად დაგვიბრუნდება. ამას გვაწო 40-50 წლის წინ. არ აქცევდნენ ყურადღებას და ეს მთელი ამერიკული და ეს ევროპული და ეს დასავლური ტექნოლოგია გადავიდა ჩინეთში. ამ კაპიტალისტებმა ამერიკელებმა დიდი მოგება ნახეს, მაგრამ უყურეთ რა ხდეს ჩინელებმა 10 წელი, 20 წელი, 30 წელი იმუშავეს. მართალია იაფი მუშახელიდან გამომდინარე, მაგრამ გავიდა დრო და ჩინელებმა შეისწავლეს ეს ტექნოლოგია ყველაფერი და ეს ინვესტორიც წავიდა. და ეხლა ჩინეთი უკვე არის ძლიერი. მაგრამ ეს კისინჯერმა მაშინაც თავიდანვე თქვა და მოვიდა ეს პერიოდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ეტყვი, იმიტომ რომ რა ქვია, კონტრაქტზე ხელი იყო მოწერილი და ვერაფერსაც ვერ ეუბნებიან. ეხლა ამერიკელები კი ბუზღუნებენ, რომ ყველაფერი იქნა წამოვიღოთ. ჩინელები წაიღეთ რა, ჩვენ რა, წაიღეთ, ნახეთ ეხლა ჩინეთი რა დღეშია და როგორ მაღალ განვითარებადი ქვეყანაა. იმიტომ რომ უკვე იმ ღარიბმა ხალხმა, რომელიც კაპიკებზე და იაფასებზე მუშაობდნენ
უკვე ისწავლეს, განვითარდნენ და ეხლა რა დონეზე არის. ესეთი პოლიტიკური ინვესტიცია იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. განადგურებულ გერმანიას ამერიკამ ასეთი მარშალის პროგრამა მისცა. ეხლა მოგახსენეთ მარშალი რა იყო, ესე იგი აუშენეს ქარხნები ის, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ეხლა რა დადგა გერმანია და ეს დასავლეთ გერმანია იყო ძირითადად ხო დანგრეული. გამოიყენეს ეს გერმანელების მუშახელი, თან ეხლა მუშაობდნენ, იქ არავინ სხვა არ მოუყვანიათ. გერმანია ადგა ფეხზე, მაგრამ ეს ფული ამერიკამ კი დაიბრუნა, ის ყველაფერი მოგება ის გადაანაწილეს, გადმონაწილეს, მაგრამ პოლიტიკური ინვესტიცია გააკეთეს. ესე იგი ამერიკული პოლიტიკური ხედვის ქვეშ ჩავარდა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია და ეს ევროპული ქვეყნები. პოლიტიკური ინვესტიცია იყო ეს მარშალის პროგრამა. პოლიტიკური ინვესტიცია კი, გეოპოლიტიკური კი გაიტანა, მაგრამ გერმანიას ასე თქვათ დემოგრაფიული პრობლემა არ შექმნია, იმიტომ რომ გერმანელები მუშაობდნენ, გერმანელები იღებდნენ ხელფას და ასე თუ ისე ის დანგრეული, გაჩაჩანაკებული გერმანელები თუ გერმანია დადგა ფეხზე. გავიხსენოთ ახლა ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა. შეგახსენებთ ხო? მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კორეა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა კომუნისტური ხაზი აირჩია, სამხრეთმა კაპიტალისტური ასე რომ ვთქვა. მაგრამ სულ ამერიკის ფული იყო ჩადებული. იგივე გააკეთეს რა ჩინეთში, უბრალოდ ჩინეთში ცოტა სხვანაირად იყო ის კომუნისტურმა პარტიამ, მაგრამ მაინც კაპიტალისტური იმით გაუშვეს, მაგრამ კორეაში ახლა ეს მანქანები რო გამოდის, ტექნიკა, ის ყველაფერი ეს რო ამერიკული ინვესტიცია იყო. იქაც 30-40 წლის შემდეგ წავიდნენ და კორეელებმაც აკაჩეს და ნახეთ ახლა კორეა როგორი წამყვანი ქვეყანაა, მაგრამ იქ დემოგრაფიული სიტუაცია არ შეცვლილა. კლასიკური ინვესტიცია ჩაატარა გერმანიამ ირანში, თურქეთში. მერე რაღაც ვერ გაუგეს ერთმანეთს და ახლა ირანმა თავისი საშიშროება დაინახა მაგ ამბავში და მე თვითონ განავითარებოდა გერმანელები განდევნეს იქიდან, ირანიდან, მაგრამ თურქეთში და ნახეთ ახლა 40-50 წლის წინ თურქეთი რა დღეში იყო და ახლა რა დღეშია, მაგრამ ისე და ისე ვიძახი რომ ნაქვია დემოგრაფიული სიტუაცია არც ერთ ქვეყანაში არ შეცვლილა. ახლა ჩვენ რო დუბაის ვიძახით, აი დუბაი და რა ქალაქებია და ემირატები და მთელი ამბები. სულ იაპონური ინვესტიცია იყო. აი დუბაელი არაბები რო გააჩერო, აი ვინც კატარშია ნამყოფი და იქით სულ გერმანული, იაპონური აი ეს ძირითადად იაპონური ინვესტიციები იყო. მან რა ინვესტიცია იყო ახლა ნავთობი და ნავთობი ამოქონდათ ეს ტექნოლოგია და ისაც მე იყოფოდა ეს ნავთობის მოგება და მე უკვე გაძლიერდნენ ეს განდევნეს ეს იაპონელები. იგივე მოხდა ვენესუელაში, იგივე მოხდა რიგ არაბულ ქვეყნებში და ის მოგება რაც ინვესტორებმა განავითარეს, მოგება წაიღეს, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წავიდნენ და თავის ქვეყნებს დაუტოვეს, ირანია, რა ქვია იმას, არაბეთია, ემირატებია, კატარია, ვენესუელა, ყველა თვითონ მიხედა თავისი მოსავალი მაგათი იყო რა, რასაც იღებდნენ შემოსავალს იმ ნავთობიდან. ასეთ ქვეყანაში დემოგრაფიული სიტუაცია არ შეცვლილა. მაგრამ გადის დრო, საბჭოთა კავშირი ინგრევა და ბუნებრივია ხა ყველა რესპუბლიკამ მოინდომა განვითარება და ჩვენც მათ რიგში ვართ საქართველოს და ახლა არა გვაქვს ფული. არა გაქვს განავითარო შენ ტექნოლოგია, განათლება, 1000 ბევრი მიზეზებია და ყველამ დაიწყო ლაპარაკი ინვესტიცია და რატომაც ყველას გონია ინვესტიცია არის რაღაცა ოქროს გადარჩენა. არა, რა თქმა უნდა თავისებურად გადარჩენა თუ არ გადარჩენა, ამაზეც ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ მე რასაც უსმენდა ეკონომიკურ გარჩევებზე რო იყო ხოლმე, არავინ არ ამბობდა ინვესტიციას მარტო დადებითი კუთხიდან უყურებდნენ, არასდროს არავინ უარყოფითი მიმართულებით არასდროს არ აფასებდნენ. იმიტომ რომ ეს მიმაჩნია მე მაინც როგორ გითხრათ იცი ეს ხოჭი საქმის არ ბოლომდე ჩასვა და აი ვარდისფრად რო უყურებს ხოვრებას. კაი. და წამოვიდა ინვესტიცია, გავიდა საბჭოთა კავშირში დაინგრა საქართველოს 30 წელი დამოუკიდებია, სულ ინვესტიცია და ბოლომდე ვერავინ გეუბნება რა არის ეს ინვესტიცია. ზოგადად გეუბნებია რომ ეს არის კარგი, ეს არის ფული, ეს არის შემოსავალი, მაგრამ თვითონ აი ტექნიკური კონკრეტული საქმეებზე ვერავინ ვერაფერს ვერ გეტყვის. რავი, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ და ასე უყურებდი. გავიდა დრო ეს არაბული ქვეყნები, აფრიკა ისინი უკვე დამოუკიდებლები გახდნენ
და რაც არაბეთში ხდება და რაც შენდება, წარმოიდგინეთ, სასწაულები ხდება, ხო, ოქროს მანქანები, ოქროს უნიტაზები, სახლები და სასწაული და მთელი ამბები. და რო შეხედა, გარედან რო უყურებ, რა მაგარია, ფიქრობ, ხო? მაგრამ გავიწყებათ მეგობრებო, არაბები აი ტექნოლოგიებში, იმებში არადროს არ აი იქიდან კი არ გამდი, ახლა გერმანია რო გამდიდა თავისი Mercedes-ი, თავისი ტექნოლოგიური წინსვლებით, ამერიკა რო განვითარდა თავისი ეს საბანკო სისტემებით, იქით ელექტრონული იმებით, აი იქიდან დიდდებოდნენ. მაგრამ ეს არაბული სამყარო, რომელიც ნავთი და გაზი არიან, გაზზე გამდიდნენ, რაღაცნაირად კოზირი დაეცათ, ხო? ფული გაუშვათ. სად ახლა ევროპელების და თქვათ იაპონელების ტექნოლოგია რამდენი თაობა გაიხაჯო რომ ეს ტექნოლოგიები წინ მიერწია და წინ წასულიყვნენ, მაგრამ არაბებს სულად დაშა ერთი შეიხია, ეს მართავს თელ იმას, მე ეს უბრალოდ გადაანაწილა ამ შეიხებმა გადაანაწილეს ეს მოგება ისე თანაბრად, სამართლიანად და არა უსამართლოდ და ეს მოგება რაღაცნაირად ააწყვეს ეს ქვეყნები. მაგრამ შინაგანად რო დაფიქრდე, ხო აი ეს წინსვლა ხო არ აქვს, აი რასაც განვითარება ტექნოლოგიური განვითარება ქვია. მაგრამ რას იზამ ახლა ასეთი ახლა მაგას ხო რა უძალა და აქ უკვე გაუშვათ ამ არაბებს უკვე სხვა ამბიციები. ფული აქვს, ყველაფერი აქვს და ყიდულობენ ყველაფერს მასიურად. ამერიკაში, ავსტრალიაში, ინგლისში, ევროპაში ფული აქვს და რა ქნას? უნდა ჩადოს ადმე. ბუნებრივია, ვერც გააჩერე. ეხლა ისე თემა შევეხები, არავითარ შემთხვევაში არავის რელიგიურ იმას არ ვეხები, მაგრამ მოდი რა რეალობად შევხედოთ, მეგობრებო. წაიკითხეთ ყურანი, წაიკითხეთ მუსულმანი თეოლოგების აზრები, იდეები. პირდაპირ ვიტყვი, იმიტომ კი არა მე არაბი არ მიყვარს და პატივს არ აცხადებ. პირდაპირ წერია, რომ ისლამი უნდა გავცეთდეს მთელ მსოფლიოში. ეს თეზისი უდევთ ამათ. ეს უდევთ, რომ უნდა გავცეთდეს მთელ მსოფლიოში. მარტო ისლამია ჭეშმარიტება და ადრე თუ მოდიოდნენ ხმლით, ეკონომიური იმით არ მოდიოდნენ, ზალადობით მოდიოდნენ, იმიტომ რომ არაბეთში სულ უდაბნოა სულ ისე, მაგრამ ეს ყურანმა, ეხლა თამედმა როგორ მოახერხა, რომ ეს არაბული ტომები ერთმანეთში ომობდნენ, საჭმელი არ ქონდათ, სასმელი არ ქონდათ, მიწა არ ქონდათ და სულ ომობდნენ და ამ რელიგიის მიხედვით გააერთიანა და მე-6 საუკუნეში წამოვიდნენ ისეთი ტექნოლოგიები გამოიყენეს, ტექნოლოგიები სულიერი, რომ გონი ევროპამდე, ესპანეთამდე იყვნენ ასულები და ხალიფა რო იყო, აი მთელი გონი რომის იმპერიის შემდეგ სიდიდით მაგ იყო ხალიფა მეორე ადგილზე. მაგრამ მე ისტორიულად ისე მოხდა, რომ ისტორიული მიზეზების გამო დაიშალა ეს ხალიფა და დაქუცმაცდა. მაგრამ ის სურვილი რომ ეს ისლამი მთელ მსოფლიოში გავრცელებულიყო, ეს არ დაკარგულა. და მოვედით მე-20 საუკუნემდე, სადაც ეს ნავთობი, გაზი ეს აღმოაჩნდა და უცბად ეს ქვეყნები, რომლებიც 20, 40, 50 წლის წინ ბოდიში და ვირები და აქლემების იქით არაფერი არ ქონდა ნანახი, ახლა შეხედეთ რა ძლიერი ქვეყანა, იმიტომ რომ ფული აქვს. მაგრამ ის აზრი, რომ ისლამი უნდა გავცედეს მთელ მსოფლიოში, არ გაჩერებულა. აი დღემდე ნებისმიერი თეოლოგი, მუსულმანი თეოლოგი დამალაპარაკე, ყველა მაგას მეტყვი. არა ჩვენ მშვიდობის ისავად იმას გეტყვის, მაგას არ გეტყვის, რომ მე ამით მიდივარ, მაგრამ ეს ამათ უდევთ, რომ ისლამი უნდა გავცედეს მთელ მსოფლიოში. მოვედით ამ დღემდე და შეხედეთ ახლა ინგლისში, არის ლონდონში ისეთი ადგილები, სადაც თეთრები ვერ შედიან. წინა ვიდეოში თქვი, გერმანიაში ქალები ახალგაზრდა გოგოები საღამოს ვერ გადიან. ეხლა აქ კიდევ სხვა მეთოდიცაა ეს გლობალისტები, რომ საიმიგრაციო პოლიტიკა მიიღეს და ის გააკეთეს, ეს მიიღეს, ეს სხვა თემა, ესეც არის მაგის მიზეზი. მანდ როგორ არის იცით, რომ ორგანიზმი მუშახელი დააკდათ, ხო, თქვა გერმანელებს ის და ვითომ იაფი მუშახელის მიღების მიზნით ღებულობდნენ ინდუსებს, პაკისტანელებს, არაბებს და მაგრამ ის ისლამი და ის კულტურა, რაც მათ თავიანთ ქვეყანაში ქონდათ, საერთოდ როგორ არის, რომ რაღაცა ადამიანი რო წავა რომელიღაც ქვეყანაში ხდება და მისი თვითონ თუ არა მისი შვილი ან მისი შვილიშვილი, აი სიტყვაზე ჩავიდა, სიტყვაზე რუსი ჩავიდა საფრანგეთში, თვითონ პირველი თუ არა მეორე მესამე თაობა უკვე ფრანგი ხდება. ჩავიდა იტალიელი ამერიკაში, მესამე მეოთხე თაობა უკვე ამერიკაში ხდება. ეს ადაპტაცია ხდება, მაგრამ მუსულმანებში ეს არ ხდება. ჩადიან, გეტოები დაარქვეს, ის შენარჩუნებულა და არ იცვლიან, არ ღებულობენ იმ ევროპულ ღირებულებებს, კი, ევროპულ სიკეთეს, კაი ცხოვრებას ეს უნდათ.
მაგრამ სულიერად არ ღებულობენ, იმიტომ რომ იმათმა იციან რომ ისლამი უნდა გავცეთდეს თემ სოფლიოში და ამისკენ მიისწრაფია. მეტყვი შენ აგრესიული მეებს ვიძახე და არაფერს არ ვიძახე, მე აგრესიულს არ ვიძახე, იმას ვიძახე, რაც არის. და თვითონაც ნებისმიერი მეჩეთში რო შეხვალ, აი თუ მინდა მე ამერიკაში რო ჩავალ, ნიუ-იორკში რო ჩავალ, ერთ-ერთი იმაში პაკისტანელების მეჩეთში შევა, დავესწრები და თუ ეხა გადამაღებინეს და იქ რას ლაპარაკობენ და როგორ ლაპარაკობენ, მაგასაც გადმოგცემთ. ზოგადად აი არაბები არ გიყვას, ის არ გიყვას. ბიჭო, როგორ არ რაშვაში არ მიყვას, აი მაგალითად არაბი ან მუსულმანი, აი მაგალითად შენ ყავს მუსულმანი, რა ქვია მას, ხელმძღვანელი სამსახურში. ეხლა მაგალითს ვიტყვი. მე ვარ ქრისტიანი, ის არის მუსულმანი, მაგრამ ჩვენ გავაფუჭეთ რაღაცა საქმე. ის არაბი მოდის უფროსი და რახან ის მუსულმანი ეს გვერდითა, იმას არაფერს არ ეტყვის და მე როგორც ქრისტიანს საყვედურსაც მეტყვის და გამაფუჭებს კიდევაც, იმიტომ რომ ის მაგისია. ეს ამათ უდევთ. არ ვიცი ეხა მე ხოიცი გადაღება ცოტა მიჭიცი პერსონალურად, მაგრამ თუ გადავიღე ლაპარაკში, ამას არც მალავენ ეს. ამბობენ რომ ისლამი და მუჰამედი არის სოფლიოს მართველი და ეს უნდა გავრცელდეს. ეს არის ჩვენი მომავალი. ამას არც მალავენ პირდაპირ ამბობენ. ეხლა რასაც ვამბობ, ევროპულ ქვეყნებში უკვე პარიზში ჩადიხარ, პარიზში და სულ ფრანგს ვერ ნახულობ. სად არის ფრანგი? რაღაც სოფელშია, პარიზში ვერ ნახულობ ფრანგს. აი ხა მე საქართველოში რო ჩამოვა, მიუნხენში ჩავარდა, 10 საათი უნდა ვიყო და აი მაგასაც გაჩვენეთ, აი მიუნხენი გერმანელები ხო, როგორ რა? კი გერმანელს ვერ ნახა. სულ ესენი დადიან ეს შავკანე. მე იმას კი ავიძახი შავკანიანი და ეს რაღაცა, მაგრამ ფაქტია, რეალობა. ამათ აქვს ეს პროგრამა, რომ უნდა გავცერდნენ. სრულებენ კიდევაც. ფულსაც დებენ, ხალხსაც უშვებენ და ძირითადი ასე თქვა დროშა მაგათვის არის ეს ისლამი. ისლამი უნდა გავცერდეს თემ სოფლიოში. და ამ დროს მოვდივართ ჩვენთან საქართველოში. მესმის ყველა მთავრობის რომ რაღაცა წინსვლა უნდა, მაგრამ ჩვენი მთავრობა რას აკეთებს? 100 წელი მე არავის არ ვაკრიტიკებ, მე ვაჩვენებ იმას რაც არის და ვამბობ იმას რაც არის. არაბებთან აწარმოებენ ხელშეკრულებას, რომელიც კაციშვილი არ იცის და გებულობთ, რომ 6 მილიარდი ფული შემოდის და გვეუბნებიან 6 მილიარდი ფული ასეთ ინვესტიცია საქართველოს არ ახსო, ხო მე და მე ვერ გებულობთ და გებულობთ რაღაც ერთი კვირის წინ თუ რა ვიცი ის ბუჯღაუთ რაღაც არაბი გამოვიდა და იმან თქვა რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს მიწები, სადაც უნდა ავაშენოთ უნიკალური დონის საცხოვრებელი შენობები. ამ შენობებში საქართველოს ძალიან მაგარი ქვეყანაა და ჩვენ ისე გავაკეთებთ, რომ ჩვენი უცხოელი თანამემამულე რომლებიც უნდათ აქ ცხოვრება, შეიძინონ ეს საცხოვრებელი ადგილები და მოვიდნენ გაზარდონ შვილები, გაზარდონ ბავშვები და ამას ისეთი ახთოვანებით ლაპარაკობს. ბედნიერი ადამიანი, იმიტომ არანაირი დაბყოლება არ ქონდა საქართველოში. მოინდომეს ფული დააფრიალე და ჩვენები ასე დახარ. არ ვიცი ახლა ეს არ ვიცი მე ძალიან მინდა რომ ვინმე აი ესეთი ამათი ვინც ამართლებს და მე შეიძლება არ ვიცი და უნდა დამისაბუთოთ იქნებ რა პირობები გაქვს, მაგრამ მე ერთი ვიცი რომ შენობის აშენება და სადაც უშვებს შიგნით არაბებს ეს რა ინვესტიცია და ხო მე მოდის 30,000 კაცი მუშახელი კვალიფიკაციური და არაკვალიფიკაციური კიდო ცალკე და ესენი იმუშავებენ და ის მარტო ხوار ჩამო ან ცოლი იქნება აი 40,000 და 5,000 ხო მაინც დარჩება იმ ბინას ვინც იყიდის იმ აპარტამენტებში ხო იცხოვრებს იქ შვილი გაუჩნდება იქ შვილი და მე რა მაგად გააგდებ ან რატო უნდა გააგდო რა სიტყვა გაგდება ხო თუ შენ ქრისტიანი ხარ ეს არ უნდა გააკეთო მაგრამ ნუ მიიყვან აქამდე სიტუაციას მაგრამ ეტყობა ჩვენი ეს მთავრობა აძლევს გასაკანს თორე ხა როგორ ეხლა რა ვიცი ახლა 6 მილიარდი დოლარი ჩავდო აქა და მე ფული არ ავიღო და რაღაცა ნუ არ ვიცი ხო არ ხდება ესე იგი რაღაცა პირობები აქვს ისეთი რომ არაბებს ეს აწყობთ და ისი აწყობთ რომ ჩვენ ნამდვილად არ მინდა რომ დებილებად გამოვიყურებოდეთ ეხლა მესმის ეხლა ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემებია ეს საბჭოთა კავშირის დანგრევა ეს ომი რუსეთთან იქით იქით ესა გასაგებია სუსტები ვარ და ფული არ გვაქვს მაგრამ ღირსება ხომ უნდა დაკარგო ეს მე ეხლა ეს ვიდეო რო ჩავდე გუში რო დავდე იმდენმა ადამიანმა დაამერიკა შეწუხებულმა ვიდეოში ვამბობდი რომ 15 წელიწადში დემოგრაფიის ის შეიცვალა რა 15 წელიო 2 წელიწად არ ეყოფა ნახევარი საქართველოს გაცლილია და აი იმდენად თავხედები არიან მე ხო იცი რაღაც ცუდი სიტყვები არ მიყვას მაგრამ აქ მართლა თავხედობა არ ვიცი შეიძლება ამ სიტყვებს მე დავიბრუნებ თუ ვინმე დამისაბუთებს
აი მუშახელიც კი არ არის ქართველები, მოყავთ ვიღაცეები და ჩვენ მუშახელი არ აყვავს და ჯერ ისიც არ გეყოფა რომ მეგობარო ეს ვოლტი და მთელი ეს კაპიკებს რო დადიან ეს ინდუსები და იქაც ხო იგივეა მე არ ამყავს მუშახელი და ეგ ის ქართველი თუ მუშაობს 5 ლარად ის მუშაობს 1 ლარად და კომერციულად მე ის მინდა გინდა მაგრამ რა მოხდება ხვალზე რატო არ ფიქრო უკვე ხდება გაიარე თბილისში ჯგუჯგუბება დადიან 5-6 კაცი ნაკლები არ დადეს უკვე 1-2 ჩხუბი იყო და რა მოყვება ამას მეგობრებო აი დაფიქთით რა ქართველები ამაყეხახებათ ეხლა კი შეიძლება რაღაც იმ მომენტში ფული არ აქვს ის არ აქვს მაგრამ უბრალოდ ელემენტარულად რომელი ქართველი მოითმენს იმას რაცაც ეხლა გერმანელები ითმენენ თავიანთ ქვეყანაში წეღანაც თქვი კაუნი და იმ დღეს ვიდეოებია ბევრი შეხედეთ ქალი ვერ გამოდის გარეთ კი ბოდიში და უჩხმეტავენ და რა ვიცი და არ მინდა ეს თქვა და ეს გინდა და ფაქტი არ არის ძმაო აი პლეხანოვზე გაიდ რომელიმე ქართველი ერთი ბიჭი აი გამომეხატოს და მაჩვენოს თუ შესულა პლეხანოვზე ბარები ხო ნაჩნოი კლუბები რომელიმე ქართველი კაცი შესულა შიგნით უშვებენ კაცებს არ უშვებენ ქალები მე 17-18 წლის გოგოები ის უნდათ ახალგაზრდა ბიჭი არ უნდათ ჯერ არ არიან აქ კიდო როგორ ჯერ რა ვიცი აი შეხედეთ რა ინტერნეტში რა დღეშია ინგლისში რა შვებიან როგორ შვებიან და რა ვიცი ეს გინდათ მეგობრებო ეს გინდათ ჩვენო მთავრობა ჩვენო ჩინოვნიკებო თქვენი ფული გაქვთ აღებული რომ ნებართვა აიღო და შენ ამ ფულით შენ გაზდი შენ შვის ქართველად და სუფრაზე უნდა დამიჯდე და მელაპარაკო ძელი უბედურობა ის არისო ის არაბი რო გამოდიოდა ისეთი სიხარულით ლაპარაკო იმას ეთყობა უხარია ეხა უხარი ბიზნესმენია მოგება ნახა რა ეთყობა კარგად არ არის ჩამთვალ მე პიტაპირ გეტყვი სად მოგა შენ რავი მუხამედა თუ რავი ბუჯაო თუ რაღაც სად მოგა ეს ფული იმ ფულს ჩადე და მოგპარავენ არ იპარავენ აგერ არა ყავს ღარიბაშვილი ლილუაშვილი და რა ვიცი სასწაული სირცხვილი რა სირცხვილი რა ვიცი ჯერ ესეთი ნოლიდან ამხელა ქვეყნის სახე გახდი არ აქვს ცხენია აი რა ვიცი აი მე რა უნდა თავის შვილებს და იმებს რა უნდა უთხრას აი რომ მამა ქუდი მყავდა და მაიმუნები და ეთელი მთავრობა მაიმუნები იპარავენ და ამათ შენ ესენი გეუტყვიან რომ ინვესტიციას ვაკეთებთ ან ჯერ კლასიკურად ამიხსენეთ რა ინვესტიცია ის რომ შენობას აშენებ და იქ არაბებს რა მე ქარხანას მიკეთებ ხელფასებს აძლევ ჩვენ ხალხს ყოველი ექნება ჩვენ ქართველებს თუ რა ექნებათ აი გამაგებინეთ რა გამაგებინეთ ნებისმიერ პროსტა ამიხსენით რომ მე ვწდები და ნეტავი ვწდებოდე რა თუ ნეტავი ვწდებოდე და ერთი წამაკითხეთ რა პირობები გაქვთ და მე რატო ვიძახე ხა კი ავღედი ბოდიში ავღედი რომ სანამ დროა მეგობრებო უნდა გამოფხიზდეთ და ეს ვიდეოს მაგას ემსახურება ხა ჩემი ბურად ავსახე რა არის ინვესტიცია და რა არის და რა ვიცი აი ჩემო მაყურებლებო თითქმის 20,000-მდე ვართ ხელმომწერებო ვინც უსმენს რა ვიცი აი უნდა გავაკეთოთ რაღაცა კი არა უნდა ვიმოქმედოთ უბრალოდ ჯერ პირველი ეტაპი ჩვენ ხო დავყავით 4 ნაწილად ის მიღება ანალიზის გაკეთება მე დასკვნა უნდა გამოვიტან მე უნდა ვიმოქმედოთ რაკიდან გამომდინარე მე მგონია რომ პირველ ეტაპზე ვართ ინფორმაციას ვღებულობთ იმიტომ ზოგი მეგობარმა და ამგერ რა ინფორმაცია უკვე წავიდა ეს უკვე მოქმედებაა საჭირო არ ვიცი მანდაც დასაფიქრებელია რომ ფაქტია რომ ჩემ ამ ვიდეოთი ინფორმაცია მოგაწოდეთ ეხლა კარგად თუ ცუდად ახსენი რა არის ინვესტიცია და რა ვიცი ვინც ამიხსნის და დამილაგებს ეკონომისტი პროფესორი თუ ეს ბიზნესი რასაც ეხლა ეს მიწის ყიდვა და შენობის აშენება და იქ არაბების შესახლება უცხოელების ინვესტიცია მაშინ მე ის ყოფილა რა ქვია ნაპოლეონი რა რა ვიცი მეგობრებო ჩვენ მაინც მაგარი ხალხი ვართ ნელა დავიწყოთ ეს გადავხარშოთ გადმოფხარშოთ ჯერჯერობით ინფორმაცია მივიღე და მე ჩემებურად ეს ჩამოყალიბე რა საშიშროება გველოდება და რა ვიცი აბა მე მზათავა. კარგით მეგობრებო, მე ხლა ამაზე ეს ინვესტიციაზე ეს ვიდეო დავდებ ამას. გავაგზავნეთ მუშაობას, რამდენიმე ვიდეოები გადაღებული და ერე ისევ დავაკვირდებით სიტუაციას და იმედია აგორდება ტალღა და ჩვენი ხელმძღვანელები თუ არ ვინც არიან ჩინოვნიკები ცოტა აზზე მოვლენ და ისე მოხდება ღირსეულად როგორც ჩვენ გვინდა და მე ჩვენ ქვეყანას hello ბუტერიერები ყავს hello მე მაინც ბოლოს დავამატებ რა
იცით მე ვინც მიცნობს რომ მე მივყვები უფლის გზას აი რასაც ღმერთი გვეუბნება ის უნდა გავაკეთოთ არ აკეთებთ ჩვენო ჩინოვნიკებო და ჩვენო რა ვიცი მთავრობა რა ვინც ახართ რა ვის პასუხი გევალება და სახელი გაფუჭებული გაქვთ ქურდები ხართ ქურდების მეტი რა მყავს ნანახი ჩემ ცხოვრებაში რამკიანგი ურამკო ძველი ახალი და ის ბიჭო ის ხალხი იყო იმასთან დაილაპარაკებდი და ყველაფერი მოგვარდებოდა მაგრამ იმედია თქვენთანაც მოგვარდებოდა და ნახდათ არ მინდა ის ქურდი კლასიკური რა ქვია კლასიკური ღირებულები დაგარქვათ ისა და რა ვიცი ამკითხეთ და ცუდად მომიხსენეთ თუ არასწორად ვიძახი არ ვიცი შეიძლება მეცდები და ნეტავი ღმერთო მევცდებოდე და ეს ჩემი ლაპარაკი იყოს და წყალს გავაყოლებ რა ეს ნაღველი და ეს ნერვიულობა რაც მალაპარაკეს ამასობაში კი დავგიბნერდა და წავედი მეც ამაყობე ჩემი საქმეები და კაცო საქმიანი ხალხი ვარ ნუ ერთ სიტყვით მეგობრებო ამის თქმა მინდოდა გამგები გაიგებს არ გამგები არ გაიგებს მაგრამ პირველი ეტაპი ინფორმაცია მივიღეთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა გავაგებინოთ ეს სიტუაცია და მე ალბათ უკვე აი გულახდი და გითხრა მე გული მიგზნოსო ყველაფერი კარგად იქნება მაგრამ მარტო იმედზეც არ უნდა იყო უნდა ვიმოქმედოთ პირველი ეტაპი გადავდგით რა მეგობრებო კარგით აბა მეგობრებო კარგად და ვიდეოები მზათამა გამოუშვებ და თუ რაღაცა მე ცოტა დაძაბული სიტუაცია იქნება იძულებული ვიქნები გავჩერდე და ვილაპარაკო კარგად აბა ყველას ბედნიერება სიხარული და კარგი მომავალი